საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს, ძალიან ბევრი თამაშობენ ფეხბურთს და საერთოდ ვართ საფეხბურთო ქვეყანა. და მე ახლა ციფრებით დავიწყებ და ალბათ მივხვდებით, რამდენად მართებული არის ასეთი შეფასებები. თუ იცით თქვენ რამდენი რეგისტრირებული ფეხბურთელია საქართველოში, მთლიანად ეს იქნება ქალი, კაცი, პატარა, დიდი, მოხუცი და ასე შემდეგ. ციფრი არის ასეთი: 11527. შედარებისთვის გეტყვით, საფრანგეთში არის 3,5 მილიონი. ჩვენი დაახლოებით აი როგორც ჩვენი ქვეყანა, ასეთია დანია და დანიაში არის 9,5 მილიონი. ახლა ციფრებს დაუკვირდით: 11,500 და 9,5 მილიონი, 3,5 მილიონი და ასე შემდეგ. ჩვენ სხვადასხვა ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს კაცს, რომ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გვინდა რომ სიმინდი მოვიყვანოთ, მაგრამ სიმინდი არ დაგვითესია. სიმინდი ჯერ არ ჩაგვიყრია მიწაში და ველოდებით რომ ის ამოჯეჯილდება და რაღაცას გაიხარებს, რა გაიხარებს, როცა არაფერი არ დაგვითესია. ისეთ სავალალო მდგომარეობაში არის ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში, რომ ხშირად ვფიქრობ, რომ აი ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც ასე თუ ისე მაინც ახერხებენ, რომ წინამდებობა გაუწიონ და გარკვეული კონკურენცია გაუწიონ სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებებს თუ სხვადასხვა საკლუბო გუნდებს, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ისინი თავიანთი პირადი ნიჭიერების ხარჯზე ახერხებენ ამას. მომზადება შეიძლება ითქვას, რომ მომზადების როლი ამ ყველაფერში შეიძლება ითქვას მინიმალურია მხოლოდ. დავიწყებ იმით, რომ ვიწრო არის ძალიან გეოგრაფია ქართული ფეხბურთის. ძირითადად თბილისშია თავმოყრილი საფეხბურთო სკოლები და რამოდენიმე დიდ მსხვილ ქალაქში. დანარჩენი შეიძლება ითქვას უზარმაზარი რეზერვი არის ქართული ფეხბურთისთვის, თუ ის ოდესმე ამუშავდება, ეს არის სოფლელი ბავშვები. უამრავი სოფელია საქართველოში დარჩენილი ისე, რომ იქ არავინ არ მუშაობს და არავინ არ ზრდის ფეხბურთელებს, არ ასწავლის ფეხბურთის თამაშს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. ბალტიისპირელები, რომლებიც საერთოდ ახლო ვერ მოვიდოდნენ საქართველოსთან წარმატებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ საბჭოთა პერიოდში, იცით თქვენ რომ ჩვენი გუნდები, როგორც ბავშვთა გუნდები, ასევე დიდი გუნდი თბილისის დინამო, ლანჩხუთის გურია და თქვა ქუთაისის ტორპედო და სხვა გუნდები საკმაოდ წარმატებულად თამაშობდნენ იმ ფონზე, როგორ გამოდიოდნენ ბალტიისპირელები. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ბალტიისპირელებმა ჩვენზე უკეთ გამოიყენეს პოსტსაბჭოთა პერიოდი და მათ წარმატებები აქვთ, რასაც ჩვენ ვერ დავიტრაბახებთ. კერძოდ იცით თქვენ რომ ლატვიის გუნდმა ერთხელ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც გააღწია, ესტონელებმა ახლახანს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი ითამაშეს ირლანდიასთან, მართალია დამარცხდნენ, მაგრამ იქ გასვლა ეს დიდი ვაჟკაცობა იყო. ძალიან ბევრ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ საბჭოთა კავშირში, სერიოზული წარმატებები აქვთ. და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ერთ ადგილზე ვართ, ვერ ვიტყვი რომ უკან მივდივართ, მაგრამ ტკეპნით რაღაცა ერთ ადგილს. ეს ყველაფერი მაინც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, გავართ იმ ხალხს, რომლებიც აშენებენ სახლს, მაშინ როცა საძირკველი არ ჩაუყრიათ, საძირკველი არ არსებობს, უბრალოდ რამოდენიმე ბოძზე შევაყენეთ ეს ჩვენი ხუხულა და ზემოთ რაღაცას ჭირკედელავთ და ამ დროს არ ფიქრობთ იმაზე, რომ საძირკველი არ აქვს, ამას და ეს ადრე თუ გვიან დაიშლება და დაინგრევა. სწორედ აი ამ სიტუაციაში მყოფ ერზია ლაპარაკი დღეისათვის. მოდი დავიწყებ იმით, რამდენ თვეს თამაშობენ ქართველი ბავშვები ფეხბურთს. იწყება ჩემპიონატები 15 ოქტომბერს დაახლოებით, პირველი წრე მთავრდება 15 დეკემბერს, ესე იგი გამოვითვალოთ და არის 2 თვე. შემდეგ ცხადდება შესვენება ამ 15 დეკემბრიდან იანვარი, თებერვალი და მარტი და მარტის ბოლო რიცხვებში და ხშირად აპრილში იწყება მეორე წრე. აპრილი, მაისი
და ივნისის შუაში სადღაც და მაქსიმუმ ხანდახან შეიძლება ივნისის ბოლომდეც გაიწელოს და ვიანგარიშოთ ეს არის სულ 5 თვე. 5 თვე ტარდება ჩემპიონატები ბავშვთა ფეხბურთში საქართველოში. დანარჩენი ეს დრო ფაქტობრივად დასვენებაა შეიძლება ითქვას, რაღაცა პატარა შეკრებები იმართება შეიძლება. ძირითადად მაინც შეიძლება ითქვას, რომ რეგულარული ვარჯიში აღარ მიმდინარეობს. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ჩვენი ბავშვთა ფეხბურთის ეს არის შემოდგომა გაზაფხულის სეზონი, რომელიც დიდი გუნდებისთვისაც პრობლემაა შეიძლება ითქვას, რადგან მაინც ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც ითამაშებს დაუშვათ ისეთ თვეებს, როგორც თებერვალი, მარტია, თქვათ, ასევე ძნელია ჩვენთან დეკემბერში თამაში. ალბათ სხვაგან ინფრასტრუქტურა არის უკეთესი და ისინი ახერხებენ თბება, სტადიონები, რაღაც ჯერ ერთი მაყურებელს ვამბობთ, არ აყვავსო მაყურებელიო, საიდან იქნება მაყურებელი, როდესაც ყინვაში ვაპატიჟებით, ხალხს მოდით და უყურებთ თამაშს. და რაც შეეხება ბავშვებს, აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მოვიდა ბავშვი, ითამაშა ტალახში. მას არ აქვს საშუალება, უნდა გითხრათ, რომ ტანი დაიბანოს. საქართველოში შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს რამოდენიმე ბავშვთა კლუბი, სადაც ტანს იბანენ ვარჯიშის შემდეგ და თამაშის შემდეგ. ძირითადად დაუბანელი ეს ბავშვი მას შემდეგ რაც ირბინა, ასე ვთქვათ, იმ ტალახში იყო თუ თოლში თუ წვიმაში თუ რა ვიცი იმაში, ამ უბედურებაში ითამაშა და ასე დაუბანელი ის მივა სახლში, ძალიან იოლი მოსალოდნელია ეს გაცივდეს კიდეც ამ ყველა ამ პირობებში, დედა ერთხელ ნახავს, მეორედ ნახავს ასე თავის შვილს და მე ამბობს, რომ არ მინდა ეს ფეხბურთი მე და სხვადასხვაის წეგან ჩვენ ციფრები ვახსენეთ და ციფრებში უნდა ისიც მოგახსენოთ, რომ ყოველ წელს კლება გვაქვს. აი მაგალითად 500 ბავშვით მცირდება დაახლოებით ყოველ წელს მოვარჯიშეთა რიცხვი საქართველოში. გადავიდეთ შემდეგ. მოედნები, ვთქვათ, რა მოედნებზე უწევთ ჩვენს პატარა ბავშვებს თამაში. მოედნები არის ძირითადად ახლა ეს შედარებით იოლი გამოსავალი მოიძებნა ხელოვნურ-საფარიანი მოედნები. ხელოვნურ-საფარიან მოედნებს ექიმები ადასტურებენ, რომ ამ მოედნებზე ძალიან ხშირია ტრავმები, ეს არის ასე ვთქვათ, სახსრებს ძალიან ასე ვთქვათ, აზიანებს. ასევე ბავშვებს მუხლებში უჩდებათ ეგრეთ წოდებული შლაკები, ასე ეძახიან, ტერმინია ასეთი. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს უამრავ ტრავმას და ძალიან ბევრი ბავშვი ტრავმირებულია სწორედ ამ ხელოვნურ საფარზე ვარჯიშის შედეგად. დანარჩენი სხვა მოედნები როგორ არის? დანარჩენი მოედნები ფაქტობრივად არც ერთი ბუნებრივ საფარიანი მოედანი არ აქვს, რომელიც ასე ვთქვათ აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რასაც ევროპაში უყენებენ საერთოდ მოედანს. უნდა ითქვას, რომ ევროპის UEFA-ს რეკომენდაცია იყო, რომ აი მაგალითად 2013 წელს უკვე უნდა ეთამაშათ 2001 წელს დაბადებულ ბავშვებს, ესე იგი 12 წლის ბავშვებს, 13 წლის ბავშვებს და მით უმეტეს 14 და უფრო დიდებს, უნდა ეთამაშათ ასე ვთქვათ ნორმალური ზომის მოედანზე, სადაც 11-11-ზე თამაშობენ და ფეხბურთი არის 11-11-ზე სათამაშო, ასე ვთქვათ, მაშინ იმის გამო რომ მოედნები არ იყო, უამრავი სკოლები, ესე იგი აცხადებდნენ, რომ მათ შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, სტანდარტულ მოედანზე ჩაეტარებინათ მატჩები. ამის გამო მოხდა ის, რომ თბილისში თითქმის ყველა ფედერაციამ ჩაატარა 9-9-ზე, ასე ვთქვათ, სიგანეზე ქვია ამას, ასეთი თამაშები და ასეთი თამაშები რატოა საზიანო, ახლა გეტყვით 2000 წელს დაბადებულმა ბავშვებმაც ასე ითამაშეს. საზიანოა იმიტომ, რომ 9-9-ზე თამაში არ ასწავლის ბავშვს ამპლუას და ფეხბურთში არის ამპლუა. შენ ხარ ცენტრალური მცველი თუ ასე ვთქვათ, მარჯვენა მცველი თუ მარცხენა ნახევარ მცველი თუ ცენტრალური თავდამსხმელი, შენ უნდა ისწავლო ის თამაში, რაც ჭირდება ამ ამპლუას. და 9-9-ზე ეს არის ბურთაობა უბრალოდ. უბრალოდ იქ შენ რაღაცას მოატყუებ კაცს, რაღაცას წაითამაშებ, ეს მინი ფეხბურთს უფრო გავს, შეიძლება ითქვას. ესეც ძალიან სერიოზული პრობლემაა, შეიძლება ითქვას.
მოედნის პრობლემა ისეთი სერიოზულია ჩვენს ფეხბურთში, რომ ხშირად ერთ მოედანზე უწევს რამოდენიმე გუნდს ერთდროულად ვარჯიში და თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან ორად არის გაყოფილი და ყოფილა შემთხვევები 3-ათაც კი გაუკვიათ მოედანი, რომ სამივე გუნდმა ერთდროულად ივარჯიშოს ხოლმე. ძალიან სერიოზული პრობლემა არის ქართულ ბავშვთა ფეხბურთში გადასახადები. მე სხვადასხვა ვკითხე ამ საქმეში ჩართულ ხალხს, მათ შორის ბადრი მაჭავარიანს, რომელიც სალიცენზიო კურსებს ატარებს ხოლმე ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებთან და როგორც მან მითხრა, მთელ მსოფლიოში ასეა თურმე, სულ ყველგან ეს სამოყვარულო ფეხბურთი მშობლების ხარჯზე ფინანსდება თურმე, ვიდრე ის 18 წელს არ მიაღწევს. მაგრამ ჩვენთან ამ გადასახადმა იმის გამო, რომ საერთოდ მოსახლეობაში გაჭირვება, ასე ვთქვათ, ფინანსური, მიიღო ცოტა უფრო ტრაგიკული შედეგები. კერძოდ, ძალიან ბევრი ბავშვი ამის გამო ვერ ვარჯიშობს ფეხბურთში, იმიტომ რომ გადასახადი თბილისში მაგალითად 40 ლარიდან იწყება და არის შემთხვევები, მე ახლახანს მითხრეს, რომ $100-მდეც კი არის. და თქვენ წარმოიდგინეთ, ვის შეუძლია ამ ფულის გადახდა და საერთოდ ცნობილია, რომ ფეხბურთი ეს არის მთელ მსოფლიოში, ასე იყო პელეს შემთხვევაში, ასე იყო მარადონას შემთხვევაში, ეს არის ღარიბი ბავშვების სპორტი, ასე შეიძლება ითქვას, ღარიბების თამაში არის ფეხბურთი, ასე ითვლება საერთოდ. უნდა ითქვას, რომ ლიცენზირება რომ ჩატარდეს დღეს არამც თუ რაიონებში, თბილისშიც ლიცენზია 1-2 სკოლის გარდა შეიძლება ვერ გაიაროს ვერცერთმა. რაშია საქმე? არ გააჩნია ჩვენ საფეხბურთო სკოლებს არავითარი ინვენტარი. ძირითადად ვლაპარაკობ ძირითად უმრავლეს სკოლებს. დარბაზები არ აქვს. არ აქვს ქვიშის საფარის მოედნები. ხელოვნურ საფარიანი არის, მაგრამ არის ძალიან ცოტა და ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს. და მანეჟი როგორც ასეთი საერთოდ არ აქვს თბილისშიც კი, აღარ ვლაპარაკობ რაიონებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს მწვრთნელთა ლიცენზირების და მომზადების კურსები. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ სერიოზულად მუშაობს და რაღაც გარკვეული შედეგებიც გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვთა ფეხბურთში მაინც ძალიან ბევრია, ასე ვთქვათ, არაპროფესიონალი და ამ საქმეზე მიტმასნილი ხალხი და მე ასეთი ხალხი უბედურება და იმითია ცუდი, რომ ის სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს, რომ წარმატებას მიაღწიოს და მათ შორის არის ერთ-ერთი ძალიან, ასე ვთქვათ, გავრცელებული, ეს არის გადაზრდილი ფეხბურთელებით შედეგის მიღწევა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ბავშვთა ფეხბურთში, რადგან შეზღუდულია ასაკი, მე ვათამაშებ 2 წლით, 1 წლით დიდებს და გამარჯვებას მოვიპოვებ ასე. ეს არის ძალიან გავრცელებული, ასე ვთქვათ, პრაქტიკა. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ბავშვთა განყოფილების უფროსი ბატონი ირაკლი ოპროშიძე აწარმოებს პასპორტიზაციას და აწარმოებს, ასე ვთქვათ, კომპიუტერიზაციას რეგისტრირებული ფეხბურთელების, მაგრამ სამწუხაროდ ამ გადაზრდილების პრობლემას ეს ვერ უმკლავდება ერთი უბრალო მიზეზის გამო. მას შეყავს კომპიუტერში და იმ, ასე ვთქვათ, ბაზაში რეალურად ის გვარი და სახელი, რომელიც მოიტანეს, ესე იგი, მასთან. მაგრამ მან არ იცის, რომ შეიძლება ეს რეალური პიროვნება არ თამაშობს და თამაშობს ვიღაცა სხვა მისის სახელითა და გვარით გადაზრდილი ფეხბურთელი. ეს არის ძალიან გავრცელებული სამწუხაროდ ქართულ ბავშვთა ფეხბურთში. უნდა ითქვას, რომ მე მახსოვს საბჭოთა პერიოდში, ძირითადად რუსეთიდან, მოსკოვიდან იყო ხოლმე სახელმძღვანელოები, რომლებიც მწვრთნელისთვის იყო სავალდებულო, რომ ეს სახელმძღვანელო ქონიყო და რაღაც გარკვეული მეთოდოლოგია იყო, რის მიხედვითაც ხდებოდა ნორჩი ფეხბურთელების ჩამოყალიბება. სამწუხაროდ არავითარი მეთოდოლოგიური ლიტერატურა ქართულად არ არსებობს და საერთოდ მწვრთნელები როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან კაცმა არ იცის და საერთოდ მგონია, რომ თითოეულად გამონაკლისი თუ არა თეორიაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, ფეხბურთის თეორია მაქვს მხედველობაში. იმ ქვეყნებს, რომელთაც ჩვენ ვეჯიბრებით, უნდა ითქვას, რომ დიდი ხანია უკვე
სპორტული სპეციალობის ექიმები ყავთ საფეხბურთო სკოლებში და თქვენ წარმოიდგინეთ უკვე საქმეში ჩართული არიან ფარმაკოლოგებიც. შემდეგ უნდა შეიქმნას აუცილებლად საკანონმდებლო ბაზა. უпростоრეთ შექმნილია, მაგრამ ეს რეალურად ვერ მუშაობს საფეხბურთო სკოლიდან, რანაირად უნდა მოხდეს ტრანსფერი მისი, როდესაც ის გადადის, ასე ვთქვათ, პროფესიულ საფეხბურთო კლუბში. ჯერჯერობით ეს საკითხი მე რამდენადაც ვიცი, ისევ იმ დონეზეა, რომ ასე ვთქვათ, აი წეღანაც იყო აქ საუბარი, რომ ფეხბურთელი იქით იხვეწება, რომ ის აიყვანონ და იქით არის დაინტერესებული სკოლაც, მწვრთნელიც და თვითონ უშუალოდ მშობელიც და ფეხბურთელიც და არა ვთქვათ საფეხბურთო კლუბი. პირიქით იქით იხვეწებიან. საჯობა, ორი სიტყვით აუცილებლად საჯობას უნდა შევეხოთ. თქვენ ნახეთ რანაირი ასე ვთქვათ კურიოზები იყო, შეიძლება ითქვას და არა მარტო კურიოზები, უკვე თითქმის წესათაც კი იქცა თვით მსოფლიოს ჩემპიონატებზეც კი რაღაცა არაერთგვაროვანი, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია სხვადასხვა მომენტის ერთი მსაჯი დაუშვათ ერთ დანაშაულზე შეიძლება წითელ ბარათსაც კი აჩვენებს, მეორე შეიძლება საერთოდ არც კი შეხედოს იმ მომენტს და ისე გაატაროს. ასევე ლაპარაკი არის, როდესაც ინიშნება პენალტი, ხშირად არის ხოლმე, რომ ერთი მსაჯი ნიშნავს, მეორე საერთოდ იმას არც თვლის ყურადღების ღირსად. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ლაპარაკია, როცა კვალიფიციური ბრიგადა ემსახურება და აი წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ბავშვთა ფეხბურთში ხშირად კვალიფიკაციაც აკლია მსაჯს. ამავე დროს უამრავ ხიფათთან არის დაკავშირებული მისი მოღვაწეობა და აქედან გამომდინარე ბუნებრივია არც კორუფცია გამორიცხული ამის გამო, რადგან ასეთ სახიფათო საქმეშია ეს კაცი ჩართული. მე მაგალითად მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ აი ახლა სწორედ ამ სეზონში ივნისში ხდებოდა ეს ამბავი, ჩვენ მქონდა მატჩი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჩემი კლუბის გუნდი იბერია ჩემპიონი გამხდარიყო და მქონდა გადამწყვეტი მატჩი უნივერსიტეტის გუნდთან და საჯთა დამნიშნავ კომისიაში მე მქონდა სერიოზული საუბარი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მსაჯი და რამოდენიმე კაცს ვასახელებდი. მართალია მე კარგად გადაწყდა, ძალიან წესიერმა კაცმა თამაზ ბედუკაძემ ჩაატარა ეს მატჩი და ძალიან კარგად ჩაატარა. მაგრამ მე იმისი თქმა მინდა, რომ მაინც ჭირს, ასე ვთქვათ, ასეთი მსაჯის მოძებნა და რაღაც გარკვეული ეჭვები მაინც ჩდება. როგორც ჩანს, ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. შემდეგ, აი, როგორ შეიძლება რაღაცა ზედმეტი ფულია საჭირო, რომ ბრიგადა მოვიდეს ბავშვთა ფეხბურთში და ბრიგადა მიმსაჯოს. ეს ფული კლუბებს არ გააჩნიათ და ამის გამო საბოლოოდ ისეა ხოლმე, რომ გეტყვით 17-18 წლის ბიჭების ჭაბუკების პირველობაზე ერთი მსაჯი ატარებდა მატჩებს. ესე იგი, იშვიათი გამონაკლისის გარდა ერთ მსაჯს უხდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა 17-18 წლის ბიჭები, თითქმის პროფესიონალები არიან უკვე კაცმა რო თქვას. შემდეგ ეხლა უშუალოდ მინდა ერთ ასეთ კონკრეტულ შემთხვევას შევეხო. ეს კონკრეტული შემთხვევა იყო აფხაზეთი, მე ჩემი კლუბი თამაშობდა ორ პირველობაზე. ორი გუნდით გამოდიოდით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ პირველობაზე, ეს იყო 1998 წელს დაბადებული და 2001 წელს დაბადებული ბავშვები. და ერთით თამაშობდით სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ პირველობაზე. სამხრეთ ოსეთის პირველობაზე ჩვენ ჩავამთავრეთ ნორმალურად და სხვადასხვა ჩემპიონები გავხდით. რაც შეეხება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ პირველობაზე, 5-6 ტურით ადრე ვიდრე დამთავრდებოდა ჩემპიონატი, დემონსტრატიულად დავტოვეთ ჩვენ პირველობა. და ამ დროს უნდა გითხრათ, რომ ჩვენ პირველი ადგილისთვის ვიბრძოდით 98 წელს დაბადებულთა პირველობაზე და რაც შეეხება 2001 წელს დაბადებულთა პირველობაზე, იქ კი მეორე ადგილისთვის ვიბრძოდით, იქ ძალიან დაწინაურებული იყო ერთი გუნდი. და საერთოდ რა მოხდა? უნდა ითქვას ისიც, რომ აი სწორედ გადაზრდილი ბავშვების პრობლემასთან დაკავშირებით
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა მურად ანჯაფარიძემ შექმნა დროებითი კომისია, რომელიც იკვლევდა სწორედ ამ გადაზრდილი ფეხბურთელების საკითხებს და მე ვიყავი ჩართული ამ კომისიაში და შეიძლება ითქვას ვიყავი ერთ-ერთი აქტიური წევრი. სამწუხაროდ ჩემი არაერთი თხოვნის მიუხედავად და უნდა მოგახსენოთ, რომ მე ახლა რასაც ვლაპარაკობ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მისამართით, მე არაფრით არ გულისხმობ ბატონ მურად ანჯაფარიძეს, პრეზიდენტს, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად ცდილობდა, ჩემი აზრით, რომ ნამდვილი ბრძოლა გაემართა სწორედ ამ გადაზრდილ ფეხბურთელებთან დაკავშირებით საერთოდ წესიერებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მისი ეს ცდა უნაყოფო გამოდგა, იმიტომ რომ ფეხბურთის ფედერაციაში არ იყო ის ნება და მე თქვენ რაღაცა გარკვეულ ფაქტებს გეტყვით და თვითონ გამოიტანეთ აქედან დასკვნები. აი მაგალითისთვის გეტყვით შარშან წინ მოხდა ასეთი შემთხვევა, ისევ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, ფინალში ჩვენი 2000 წელს დაბადებული ბავშვები ვეთამაშებოდით საფეხბურთო კლუბ მერანის გუნდს. და ფინალში აღმოჩნდა, რომ მერანის გუნდმა ნახევარფინალში რო გუნდი დაამარცხა, იმ გუნდიდან აიყვანა ორი ფეხბურთელი, ჩვენ წინამდე ათამაშა, ჩვენ დავამარცხდით და ამაზე ფეხბურთის ფედერაციას, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას არ ქონია რეაქცია. ეგ ერთი. შარშან მოხდა ასეთი შემთხვევა, ისევ მერანთან დაკავშირებით, ისევ ამ წლოვანებაში. ესე იგი, მერანს აი სწორედ იმ გუნდთან ჰქონდა თამაში, საიდანაც ის ორი ფეხბურთელი აიყვანა მაშინ. და ამ გუნდთან უნდა ეთამაშათ 16 მარტს და თამაში 3 თვით გადაწიეს, ვიდრე არ გაირკვა ადგილები და მხოლოდ მაშინ ითამაშეს, როდესაც იმ გუნდს აღარ ჰქონდა შანსი და მოდი თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, იმ გუნდმა სხვადასხვა მე მინდოდა დავსწრებოდი ამ მატჩს, მაგრამ მითხრეს 4 შაბათი და 3 შაბათს ათამაშეს ეს გუნდები და რა ვიცი, იმისი აზრიც არსებობს, რომ იქ რაღაცა სხვა რაღაცას ჰქონდა ადგილი, კერძოდ იმ გუნდმა გაიმარჯვა მერანმა და მერანის შემდეგ ჩემპიონიც გახდა ისევ და ისევ აი ამ რაღაც გარკვეული ხელშეწყობით. წელს მოხდა ასეთი, რამაც მაიძულა მე დაგვეტოვებინა ეს ჩემპიონატი და უნდა გითხრათ, ეს იოლი გადაწყვეტილება არ იყო ჩვენთვის, პირადად ჩემთვის ეს ძალიან ძნელად მისაღები იყო ეს გადაწყვეტილება. მე ვიცოდი როგორ განიცდიდნენ ბავშვები ამ ამბავს, მათი მშობლები, მაგრამ ჩვენ წავედით ამ სხერბლზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ქართულ ფეხბურთში, ბავშვთა ფეხბურთში ეს პრობლემები არის და ამაზე უნდა გამახვილდეს აუცილებლად ყურადღება. კერძოდ რა მოხდა? ვეთამაშებოდით ხაშურის ივერიას, ჩვენს მოედანზე, დიდილილოში ვთამაშობდით და მოხდა ის, რომ მატჩი ჩაიშალა, საჯებით და ჩვენც ვიდექით მოედანზე ველოდებოდით იმ გუნდს, რომელიც რაღაც კონფლიქტი მოხდა იქ, ახლა ამას დამალვა არ ჭირდება. რაღაცა იყო პატარა რაღაცა წაკინკლავება, რომელიც არ იყო იმის საფუძველი, რომ აქ თამაში ჩაშლილიყო და რატომღაც ხაშურილებმა მოინდომეს მიეტოვებინათ თამაში. დაახლოებით 1-5 წუთი ველოდებოდით ჩვენ, მერე საჯებით და ჩვენც დავბრუნდით გასახდელში. ამის შემდეგ ეს მატჩი ჩაიშალა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მოხდა ის სამწუხაროდ, რომ ესე იგი ჩვენ რომელნიც არაფრით დამნაშავენი არ ვიყავით ამ მომხდარში, საბოლოო ჯამში ჯერ გვითვლიდნენ ამ მატჩში დამარცხებას იმის გამო, რომ საჯებმა ასე მოინდომეს და მათ ისეთი პატაკი მიიტანეს იქ, რომ ჩვენ აღმოვჩდით ასეთ სიტუაციაში, რომ ვითომ დამნაშავენი ვიყავით, ამ დროს არაფერი არ დაგვიშავებია. შემდეგ იქამდე მივიდა საქმე, რომ მე პროტესტი გამოვხატე და მერე ვითომ ორივე გუნდს გვითვლიდნენ წაგებას. ამაზეც არ დავთანხმდი, მერე საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება გადათამაშება ნეიტრალურ მოედანზე, მაშინ როცა ჩვენ რაში ვიყავით დამნაშავე, ვერაფრით ვერ გავიგეთ და თანაც მე ამაში ბრალს ვდებდი რამოდენიმე კაცს, აი მე წეგან გითხარით და საშეჯიბრებო განყოფილებას კურირებს მან ბატონი თენგიზ გეგუჩაძე. მე მაინც გონია, რომ სწორედ ბატონი თენგიზ გეგუჩაძე იყო ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელიც ამ საქმეში აქტიურობდა, მე როგორც ვნახე. მას გვერდში ედგა საჯი დავით გიგაშვილი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან აქტიურად მოძრაობდა იმ პერიოდში და ცდილობდა, რომ როგორმე ისეთი დასკვნა დადებულიყო, რომ თქვათ ხაშური გამართლებულიყო, ჩვენ დავსჯილიყავით და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე ის გადაწყვეტილება სადისციპლინო კომიტეტის მივიღე,
მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად არ ვეთანხმებოდი, პატივი ვეცი სწორედ ბატონ მურად ანჯაფარიძეს, იმიტომ რომ მე ჯერა რომ ეს კაცი ნამდვილად ასე ვთქვათ, წესიერებისთვის იბრძვის და თქვენ წარმოიდგინეთ მეორე დღეს მატჩზე ის მსაჯი გამოაგზავნეს დავით გიგაშვილი, რომელიც მე გითხარით, რომელიც ჩარეული იყო ამ ამბავში და დავით გიგაშვილმა სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. მან ყვითელი ბარათი უჩვენა 5 ჩვენს ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გადათამაშებამდე ხაშურის გუნდთან ვეღარ უნდა მივსულიყავით ჩვენ იმ შემადგენლობით, რომლითაც საჭირო იყო. ასევე დიდი როლი ითამაშა იმ მატჩის ისე დამთავრებაში, როგორც დამთავრდა და ყველაფერი ამის შემდეგ მე მივხვდი, რომ ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ერთადერთი ასე ვთქვათ, ყველაზე ძლიერი სვლა მოვნახე ის, რომ დემონსტრატიულად დაგვეტოვებინა ეს ჩემპიონატი. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სავალალოა, რაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ ჩემი დღევანდელი გამოსვლის უმთავრესი ამოცანა და მიზანი არის გამოსავალზე ლაპარაკი. საით უნდა მოხდეს, რანაირად უნდა მოხდეს ამ გამოსავალის მოძიება. ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ბავშვთა საფეხბურთო ლიგა. ბავშვთა საფეხბურთო ლიგა, რომელიც სრულად გააკონტროლებს ბავშვთა ფეხბურთს საქართველოში, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მის განვითარებაზე. და უნდა გითხრათ, რომ ეს ბავშვთა საფეხბურთო ლიგა არ იქნება, ასე ვთქვათ, არ ჩაყლაპავს სხვა ფედერაციებს, რომლებიც ატარებენ ამ ბავშვთა საფეხბურთო ჩემპიონატებს. პირიქით, ის უნდა დაეხმაროს მათ უკეთ ჩატარებაში. ამავე დროს მან უნდა უზრუნველყოს რეგიონალური ნაკრები გუნდების, ასე ვთქვათ, უკვე ფინალური მატჩების ჩატარება. ყველა ასაკში უნდა შეიქმნას რეგიონალური ნაკრებები, რომლებიც შემდეგ აი ეს ნაკრების მწვრთნელებს უნდა შეეძლოთ სწორედ აი ამ ფინალურ ეტაპზე ჩავიდნენ, ნახონეს ყველაზე კარგი ფეხბურთელები და ნაკრებიც ასე უნდა დააკომპლექტონ. ასევე ამ ბავშვთა საფეხბურთო ლიგამ აუცილებლად უნდა ჩაატაროს საერთაშორისო ტურნირები, უნდა მოიძიოს სახსრები, უნდა აუცილებლად ამაში უნდა ჩავრთოთ ჩვენ ვისაც მართლა ფეხბურთი უყვარს, ლაპარაკია რა თქმა უნდა ბიზნესმენებზე პირველ რიგში. მე მინდა ასეთი განცხადებით დავამთავრო ეს ამბავი და მინდა მიმართო სპორტის მინისტრს ბატონ ლევან ყიფიანს, მინდა პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართო. უპრეცედენტო შემთხვევა გვაქვს, როდესაც სახელმწიფომ წელს გადაწყვიტა დიდი დახმარება აღმოუჩინოს ფეხბურთს. დახმარება უნდა აღმოუჩინონ უმაღლესი ლიგის გუნდებს, უნდა აღმოუჩინონ პირველი ლიგის გუნდებს. მე მინდა მათ ვთხოვო, რომ მხარი დაგვიჭირონ სწორედ ბავშვთა ფეხბურთის ფეხზე დაყენებაში. შემიძლია ვთქვა, რომ მე ასევე მივესალმები, მართალია სპორტული პრინციპი ირღვევა ეს 16 გუნდი, რომ დაკანონდა უმაღლეს ლიგაში და მე მინდა გითხრათ, რომ 1990 წლის ბოლოს მე ვიყავი ფეხბურთის ფედერაციის საშიჯიბრებო განყოფილების უფროსი და დემონსტრატიულად დავტოვე მაშინ ის პოსტი იმის გამო, რომ დებულება და წესდება დაირღვა და მაშინ მოხდა არასპორტული პრინციპით, ასე ვთქვათ, დაკომპლექტება ლიგის შემდეგი წლისთვის. ეს მაშინ ბატონ მოდარ ახალკაც უფროსი ხელმძღვანელობდა ფეხბურთის ფედერაციას. მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ ეს შემთხვევა არ უნდა იყოს განმეორებითი. ეხლა ერთი მოხდა ეს 16 გუნდი და ღმერთმა ინებოს და კარგად ჩატარდეს ეს ჩემპიონატი. იქ მე ვიცი, რომ დუბლების გარდა კიდე 3 ჭაბუკთა გუნდი უნდა არსებობდეს ამ უმაღლესი ლიგის გუნდთან, ამას UEFA ფინანსებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქართული ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის და ამიტომ მივესალმები ამ ამბავს. მართლაც ვფიქრობდი, სად უნდა წასულიყო დაახლოებით სამეგრელოში, თქვა ზუგდიდში და მარტვილში ერთად და კიდე სამეგრელოს მთლიან რეგიონში დაახლოებით 600-მდე ფეხბურთელი აბსოლუტურად ის ერჩებოდა და ალბათ ისინი წამოვიდოდნენ თბილისში. ეხლა მათ ეძლევათ შესაძლებლობა ზუგდიდში და სამეგრელოში დარჩნენ და გააგრძელონ თავიანთი დაოსტატება, ასე ვთქვათ. და ბოლოს მინდა ამითი დავამთავრო. ქართული ფეხბურთის კომაქტა ლიგა ჩვენ 2004 წელს შევქმნით იმ ხალხმა,
ვინც თავის დროზე ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძოლეთ და კიდეც მივაღწიეთ ამ დამოუკიდებლობას. ჩვენ მზად ვართ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ აი ამ ბავშვთა საფეხბურთო ლიგის მუშაობაში და ყველაფერი იმ პრობლემის გადაწყვეტაში, რასაც დღეს ქართული ბავშვთა ფეხბურთი აწმდება. დიდი მადლობა.